ამერიკის 47 პრეზიდენტის ინტერესები ამჯერად უკრაინასა და ევროკავშირთან გადაიკვეთა. ომის დასრულების ამერიკულ გეგმაში ბრიუსელისთვის როლი ვეღარ მოიძებნა. მაშინ როცა აბუ-დაბის სამშვიდობო სამიტის მასპინძლობისთვის ემზადება, აღმოჩნდა, რომ ამერიკა და რუსეთი მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე ვერც ევროპის და ვერც უკრაინის ადგილს ხედავენ. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რეალური მოლაპარაკებები, როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში ჩაერთვებიან. პუტინს მალე შევხვდები. ალბათ გესმით, რომ რუსეთი ძლიერი სამხედრო მანქანაა. დიდხანს ბრძოლა შეუძლია. მათ თავის დროზე ჰიტლერი და ნაპოლეონი დაამარცხეს. ახლა ვფიქრობ, რომ პუტინს მართლაც სურს ომის დასრულება. ირკვევა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის საუდის არაბეთში ვიზიტს ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებასთან კავშირი არ აქვს და მხარეები უკრაინის ბედის გადაწყვეტას უკრაინის გარეშე გეგმავენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის გარეშე მიღწეულ შეთანხმებას არასდროს აღიარებს. უკრაინამ არაფერი იცის საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე. ჩვენ მასში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენზე, ჩვენს გარეშე. უკრაინაზე, უკრაინის გარეშე საუბარი უშედეგოა. იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს, ევროპაც შეაშფოთა. ბრიუსელი ვაშინგტონს ევროკავშირის განზე დატოვებას ვერ პატიობს და ამ ნაბიჯს ღალატად მიიჩნევს. გერმანიის კანცლერი ირწმუნება, რომ ევროპა მის ზურგს უკან მოლაპარაკებებს არ დაუშვებს. არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელების გარეშე ან უკრაინელების გვერდისავლით. როგორც ევროპელები ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ასევე არავის მივცემთ უფლებას დათანხმდეს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია მოხდეს. განზე დარჩენილი ევროპელი ლიდერები საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში უკრაინის ბედის განსახილველად შეკრიბა. საგანგებო სამიტის მიზნად მედიაში უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება სახელდება. შეხვედრის დღის წესრიგშია უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნა და კიევის უსაფრთხოების გარანტიები. პარიზის სამიტს ომის მომხრე ლიდერების სამიტი უწოდეს უნგრეთში. პარიზში ომის მომხრეები იკრიბებიან, ისინი, ვინც ბოლო 3 წლის განმავლობაში გამუდმებით ასხამდნენ ცეცხლზე ნავთს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ომის მხარეს არიან და სანქციების მცდარ სტრატეგიას უჭერენ მხარს. ჯო ბაიდენის მმართველობის დროს დაწყებულ ომს წერტილი დონალდ ტრამპმა აღდგომის დღესასწაულამდე, ანუ 20 აპრილამდე უნდა დაუსვას. როგორ აპირებს სარისკო დიპლომატიასთან გამკლავებას ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჯერ ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლები სამშვიდობო გეგმის დეტალებს საუდის არაბეთში განიხილავენ, შემდეგ კი ტრამპი პუტინის შეხვედრა გაიმართება, სადაც ომის დასრულებაზე შეთანხმდებიან. მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია.